შესანიშნავი გარემოებები გამოიკვეთა. ექსპერტმა გითხრა ესეთი რაღაც, რომ იმას, რასაც ბრალდების ხარე მოლოტოვის კოქტეილად მიიჩნევს, შესაძლებელია ჭრაქის კვალიფიკაციაშიც გავიყვანოთ. ასევე ექსპერტმა გითხრა ისეთი რამ, რომ მე რომ წერ რომ ეს ბოთლი არის შუშისო, ამას ვარაუდობდა, ზუსტად არ ვიციო, აქედან გამომდინარე ჩვენ ნახეთ, რომ ექსპერტები რაღაცებს ვარაუდობენ. იმის რომ მოლოტოვის კოქტეილი შეიქმნას, აუცილებლად სჭირდება შუშის მსხვერვადი ნივთი, რაც დაღვრა. პოტენციურად მსხვერვად კატეგორიულად ვერცერთს ვერ მეუბნებიან, ვარაუდობენ, რომ ეს იყო შუშის, მაგრამ რომ ვეკითხები, იყო თუ არა შუშის რა დასკვნა გაქვს, იქნებ რეზინის მინარევი იქნება, იქნებ მაგალითად არსებობს ტყვია გაუნდარი შუშაც, ხო? ეს რომ იმსხვრევოდა ამაზე გაქვთ რა მეკლეო, პასუხი არის რომ არა. თუ ის შუშის არ იყო ან რამე მსხვრევად და არ გატყდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოლოტოვს ვერ მივიღებთ. უბრალოდ გვექნება რაღაც ნივთიება, რომელსაც ცეცხლს მოუკიდებ და გაანათებს, რასაც ღრმა წარსულში ხალხი იყენებთ. მაგრამ ამ ყველაფერზე საინტერესო ის გამოიკვეთა, რომ ექსპერტმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ მეო ზუსტად არ ვიციო ის ნივთიერება, რაშიც ესხაო, იყო ალებადი თუ არ იყო ალებადი. მან თქვა მხოლოდ ესეთი რაღაცა, რომ იყო ბენზინის პროდუქტი. შემდგომ დაუშვით ესეთი კითხვა, მაგალითად 1-10-ზე რომდესაც შევაზავებთ, თქვენ აღმოაჩენთ თუ არა მასში ბენზინის პროდუქტს. მან გვიპასუხა, რომ კი, მაგრამ ეს ალდებოდა თუ არ ალდებოდა, ამაზე მას პასუხი არ აქვს და თავად ვეთქვა, რომ ამაზე ბრალდების ხარი საერთოდ არ დაინტერესებულა. ამით ჩვენ გავიგეთ ის, რომ მაგალითად 1 ლიტრ წყალში ჩვენ თუ ჩავასხავთ, დაუშვათ 20 მგ ბენზინს, ექსპერტი იპოვიდა მასში ბენზინს, მაგრამ ეს აინთებოდა და ალდებოდა თუ არა, ამაზე პასუხი არ აქვს. ეს იყო შესანიშნავი რამ, რაც დღეს ჯვარდინ დაკითხვებით გამოვლინდა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 დეკემბერს, როდესაც ჩატარდა ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკა, მისი სახლიდან რეალურად არ ყოფილა ამოღებული ნივთები, რომელსაც ბრალდება მას εδავება. ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკისას მივედით ადგილზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მის სახლში შრეკაზე დასწრების საშუალება არ მოგვეცა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაზე ხელმომწერი ექსპერტები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება თითქოს რომ 4 დეკემბერს ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლიდან თითქოს ამოღებული ქილები, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის სითხე, მათ შორის ბენზინი და ზეთის კონცენტრაცია, იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, აალებადი მოწყობილობა უბრალოდ. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტულ მოწყობილობებში და ამ ქილებში, ასე ვთქვათ, იყო სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა მოცულობის სითხე მოთავსებული, მაგრამ კონკრეტულად იყო თუ არა ეს აალებადი და მით უმეტეს ეს ქილები იყო თუ არა სავსე, ან რა დოზით და რა მოცულობით იყო მასში მოთავსებული აღნიშნული ნივთიერებები, ამასთან დაკავშირებით დეტალურად ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხები. მოგვიანებით უკვე დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევაფასებთ ამ კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებს.